საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ზედიზედ მეორედ რატი იონათამიშვილი აირჩიეს. საარჩევნო ყრილობას პარასპორტსმენები ოლიმპიური კომიტეტის, პარლამენტის, სპორტის კომიტეტის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. კომიტეტის პრეზიდენტმა გასული 4 წლის საქმიანობა და შედეგები შეაფასა და დელეგატებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. ახალი 4 წლიანი პერიოდის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად პარასპორტსმენებისთვის ახალი მოსამზადებელი ცენტრის აშენება დასახელდა. რატი იონათამიშვილმა ხაზი გაუსვა საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობის აუცილებლობას, რაც პარასპორტის სახეობების პოპულარიზაციას ხელს უწყობს. დელეგატებმა აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური მდივანი. პარალიმპიური კომიტეტის გამგეობის წევრად კი წარმატებული პარასპორტსმენი ირმა ხეცურიანი დასახელდა. ამავე დროს დაასახელეს წლის პარალიმპიელი სპორტსმენები კაცებში გიგა ოჩხიკიძე, ქალებში კი ანი ჯაფარიძე. პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა არის საუკეთესო ინვესტიცია ქვეყანაში ინკლუზიური საზოგადოებისათვის და ჩვენ დავამსხვრეთ ერთი სტერეოტიპი, რომ პარალიმპიური სპორტი ეს არის მაღალი მიღწევების სპორტი და ეხლა მნიშვნელოვანი არის, რომ ინკლუზიური საზოგადოების გაძლიერებისათვის იქნას გადადგმული ქმედითი ნაბიჯები. ამიტომ ჩვენი მიზანი არის, რომ საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა და განვითარება გახდეს კიდევ უფრო მასშტაბური. მოლოდნელი იყო ნამდვილად, ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველას, ვინც ჩათვალა საჭიროდ და მე მერგო ეს პატივი და მხვდაწილად, რომ საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე ავიღო ხელში და მეც შეუერთდი ამ დიდ ოჯახს. სპორტის სამინისტრო მუდმივად ხარს უჭერდა ყველანაირ წამოწყებას პარალიმპიური კომიტეტის და ამას გააგრძელებს აუცილებლად. ასევე მინდა ირმა ხეცურიანს მიულოცო გამგეობის წევრობა, ის სასახელო სპორტსმენია ჩვენი და ნამდვილად ეკუთვნოდა მას ასეთ მაღალ დონეზე ყოფნა.